ერთი ლარის პრობლემა აქვს ხალხს, რომ მგზავრობის დროს გადაიხადოს. ფასები კვლავ ძვირდება, კვლავ იზრდება გადასახადები, კონტროლიორების მიერ გამოწერილი ჯარიმები 90%-ით არის გაზრდილი. ავტობუსით მგზავრობის დროს უბილეთო მგზავრებს ეხება ეს 90%-ით მეტ ჯარიმას წერს სახელმწიფო. ანუ ერთი ლარის პრობლემა აქვს ხალხს, რომ მგზავრობის დროს გადაიხადოს. აგრეთვე გაორმაგებულია სხვადასხვა სატრანსპორტო შემთხვევების დროს ჯარიმების რაოდენობა, თვითონ თანხაა გაორმაგებული და ამას დამატებული გამოწერის რაოდენობაც 181%-ით გაიზარდა. როგორ უნდა გადაიხადოს მოქალაქემ ეს ჯარიმები? ასეთი გაზრდილი გადასახადები, როდესაც არც ხელფასი იმატებს და არც პენსია სათანადოდ. ვნახეთ ფასების შემსწავლელი კომისიის საქმიანობა, რომელმაც გაიაფების ნაცვლად გაძვირებას მიაღწია და ესეც ერთ-ერთი ქვეკითხვა მინდა იყოს, რატომ ვერ შეძლო ხელისუფლებამ ფასების და გადასახადების შემცირება მიუხედავად იმისა, რომ თითქმის 4 თვე იმუშავეს შემსწავლელი კომისიის ფარგლებში ფასების გაიაფებაზე. ზარია ეთერში, გამარჯობა, გისმენთ.